მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ზარზმის მონასტრის ყოფილ მიტროპოლიტს ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც მღვდელმსახურობა შეჩერებული ჰქონდა, აღუდგა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიდასტურებენ. მათივე განმარტებით, ციტატა, საპატრიარქო ამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობდა. თუ მედიას ადევნებთ თვალს, ეპარქიის მმართველმა თავად გააკეთა კომენტარი, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. დამატებითი დეტალებისთვის საპატრიარქომ ეპარქიაში გადაგვა მისამართა. ეპარქიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ, ხოლო საკუთრივ ნიკოლოზ გეწაძემ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ტელეფონი გათიშა. 2025 წლის იანვარში ნიკოლოზ გეწაძე რამოდენიმე პირმა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა და ზარზმიდან ქვაბის ჯვარის მონასტერში გადაიყვანეს. მაშინ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტები გეწაძემ ჩვენს რედაქციასთან უარყო, ხოლო მოგვიანებით გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მიტროპოლიტი სექსუალურ ქმედებებს ადასტურებს. ამ დრომდე უცნობია ჩანაწერის ავთენტურობა. სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო მასალა გავრცელდა, რომელშიც ჩანს თუ როგორ აღავლენს წირვას ზარზმის ყოფილი მიტროპოლიტი ადიგენის სოფელ მოხესა და დედათა მონასტერში. ნიკოლოზ გეწაძე ზარზმის მამათა მონასტრის მიტროპოლიტი წლების განმავლობაში იყო. მას შემდეგ, რაც იგი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს და მღვდელმსახურობა შეუჩერეს, მონასტერი თითქმის ყველა სასულიერო პირმა დატოვა. ჩვენ რამოდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო გვიდასტურებს, რომ ფაქტორი გეწაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო. ქარბუქის ნამქერების შეზღუდული ხილვადობის გამო ფარავნის უღელტეხილზე 2 დღეა სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 3-დან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. ზღვაზე შესაძლებელია 60-ბალიანი შტორმული ღელვა. ამავე წყაროს ცნობით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი ქარი. მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავ საშიშროება. მეტეოროლოგების ვარაუდით ხვალ-წალკის მუნიციპალიტეტში თოვაა გამოცხადებული, ხოლო ზეგ მოღრუბულ ამინდს ვარაუდობენ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.